ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს. ყველა ნაცს უნდა აეკრძალოს პოლიტიკასა და მედიაში და საჯარო სამსახურებში მუშაობა. წერს სოციალურ ქსელში საზოგადოება ქართულის თანადამფუძნებელი დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი. გვარამია ხოშტარია ჯაფარიძე ნაცები. მათთვის იბრძვით, ევროპა გვინდაო. ისტერიკაში ხართ და ამ ნაცებისთვის იბრძვით. ამდენი დანაშაულის ჩამდენი ოპოზიციისთვის, სისხლიანი ანტიქართველი მონსტრებისთვის, იმიტომ რომ ნაცები ხართ. კი, თქვენ ყველანი ასმერამდენიღაც დღეს ღნავილით მოპროტესტეები, რეჟისორები, დირიჟორები, მსახიობები, მუსიკოსები, ვაი და ნამდვილი პოეტ-მწერლები, ოლეები, ისტერიული ტყაჭები, ყველანი ნაცები ხართ, რადგანაც იბრძვით და აჯანყდით ეგრეთ წოდებული ოპოზიციისთვის, ანუ ნაცებისთვის. ხელახალი არჩევნები კი არა აღარაფერი გეღირსებათ თქვენ. ახლა ეს ნაცებით და თქვენს ვითომ ხელისუფლებას სინამდვილეში კი სამშობლოს ჭით. აკარგინებთ მას ევროპასთან სიახლოვეს. მანიპულაციებით დასავლელ პოლიტიკოსებთან ძრომიელით იზოლაციაში აქცევთ სამშობლოს და თან უტიფროთ ამას მთავრობას აბრალებთ. ნაცები ხართ, გვარამიები ხართ ყველანი, ოქრუაშვილები, ადეიშვილები, კეზერაშვილები, მერაბიშვილები, ახალაიები, მეგის ქარდავები და ლაშა ბუღაძეები ხართ ყველანი. მკვლელები და გამყიდველები. მსხვერპლი გინდათ რომ მერე იმ მსხვერპლით ამოაბრუნდათ სამშობლო და გაამეფოთ ოპოზიცია, ანუ ნაცები. ნაცებო, აი ამ ხალხის ცოდვა არ გაგახარებთ არასდროს. ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს. ყველა ნაცს უნდა აეკრძალოს პოლიტიკასა და მედიაში, ასევე საჯარო სამსახურებში მუშაობა. ეს რომ გააკეთებინა ხელისუფლებას 2013-ში კოაბიტაციის ნაცვლად, ახლა ბევრად კარგად ვიცხოვრობდით. წერს ჯანგულაშვილი Facebook-ის გვერდზე.